ამ 15 წუთის წინ მე განზრახული მქონდა, ვიდრე ამ ვიდეო ბლოგს დავიწყებდი. მანამდე განზრახული მქონდა, რომ მესაუბრა თემაზე რა მოხდა ირანში. როგორ მიიღო შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა, რამდენად გაჯავრებულია რუსეთი, რომელიც დასუსტდა, რასაკვირველია დასუსტდება და არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გარშემო მიმდინარე პროცესების გამოც დასუსტდა, ასე მაგალითად ასადი რომ გაიქცა სირიიდან მაშინ, ან ფინეთი რომ მიიღეს ნატოში მაშინ. უკრაინაში ხო სუსტდება მის ეკონომიკას უჭირს მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასმა აიწია. და ჯერჯერობით რუსეთს მაინც ყოფნის რესურსი, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომ შეინახოს საკუთარი მკვლელი ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე და აწარმოოს იარაღი, ლეტალური იარაღი, რომელსაც გამოიყენებს და იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად მე უნდა შევმეტანა მაჟორული ტონები და უნდა მეთქვა, რომ უკრაინაში ეს ხდება, უკრაინის გარშემო ეს ხდება, ევროპა ამდენად ძლიერია, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი ალბათობით დაეხმარება მეთქი და მესაუბრა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე უკრაინასთან კონტექსტში მიმდინარე პროცესებზე რაღაც იქ ნიუანსებია ძალიან საინტერესო, მათ შორის სენატში რომ მიიღებენ რუსეთის დასანქცირების პაკეტს, კი არა სანქციების აქტს. ლინცი გრემი აიცით თქვენ 84 მხარდამჭერი სენატორია ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი და ლინცი გრემია ინიციატორი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაღალი ალბათობით მოაწერს ამ ყველაფერს ხელს ყოველ შემთხვევაში ტრამპმა ამ 10 დღის წინ 12 დღის წინ დაახლოებით თქვა რომ არც უშლიო ხელსო ამ ყველაფერს ვილაპარაკოთ თუ გნებობთ ამ თემებზე განა არა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაზე უნდა მეთქვა და მგონი თქვი კიდეც აი ამ წუთ ნახევარში ხო რომ ირანი რეგიონალური მასშტაბის ქვეყანა იყო და ახლა არის ისევ რეგიონალური მასშტაბის მაგრამ არც თუ მძლავრი ქვეყანა იქნება და ამ ორი კვირის წინ ეს წარმოსადეგი იყო მეთქი უნდა მეთქვა ხავარი საკითხი რა საკვირველი არის ალი ხამენეი განდევნილი იქნება თუ არა და ეს ირანელ ხალხზეა დამოკიდებული ამას ამბობს ყველა ჩვენთანაც ბიზინა ივანიშვილი გაგდებული იქნება თუ არა, განდევნილი იქნება თუ არა, ეს დამოკიდებული არის ქართველ ხალხზე. პირველ ყოვლისა, თორე მხარდამჭერები ჩვენ ბრძოლაში გვყავს და გვეყოლება. ოღონდ ამ მხარდამჭერებსაც სჭირდებათ ჩვენი მხარდამჭერა, მეთქი ასე ვიტყვი, ჩვენი ხმა მაღალი ხმა. რომ ისინი საერთაშორისო ტრიბუნებზე უფრო გააქტიურდნენ და ეს ვილსონი რომ პოსტავს მოგეთ ამ ყველაფერზე მინდოდა მესაუბრა. და 15 წუთის წინ ესე მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ აი ბოლო ინფორმაციები მეთქი, ჩავხედავ მეთქი, ბოლო ამბებს მეთქი. ჩავხედავ მეთქი, ბოლო ამბებს მეთქი და ცუდი ამბავი გავიგე. და დაახლოებით 20 წამი არ ვიცი ხო 2 წუთი მაინც ამ ადამიანზე და უფრო ამგვარ ადამიანებზე ვილაპარაკებ. გავიგე ამბავი ასეთი ძვირფასო მაყურებელო მოვატრიალებ ფოტოს ამ გაცნობთ ტელეეთერებში ხშირად ყოფილა ეს კაცი არის ვანო ნადირაძე ფორმულას სკოლი არაერთხელ ჩართვით ის საკმაოდ კარგ კვალიფიციურ ანალიზს გვთავაზობდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რაც თავარია გვაჩვენებდა რამდენად შეუდრეკელი კაცია. რამდენად მებრძოლი კაცია. არჯი და საბოლოო ჯამში რო წავიდა ამ უკრაინაში და იბრძოდა თავისუფლებისათვის, მაგრამ დაუდეგარი სულის კაცი იყო, ჩანს მე მას არ ვიცნობდი გულახდილად გეტყვით. ეს კაცი არის ვანო ნადირაძე. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. არა საბრძოლო ვითარებაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგენანება კაც და ასაკვირველია ყველა დაგენანება, მაგრამ აი მებრძოლები კიდევ უფრო მეტად გენანებიან ხოლმე. დღეს გარდაიცვალა ვანო ნადირაძე. ეს ახალგაზრდა კაცი, ვაშკაცი კაცი. რომელსაც ასაკვირველია ბევრი ჩვენგანი ჟურნალისტებსაც გულისხმობ, არა მხოლოდ მაყურებელს რიგით, მოქალაქეებს, ხო, ჩვენს რიგითები ვართ, ისე არ გავამივიდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ დაუკავშირდეთ ხოლმე ამა თუ იმ საჯარო პერსონას და
ჩვენ რიგითი მოქალაქეები, ჟურნალისტები და თქვენ რიგითი მოქალაქეები, არა ჟურნალისტები, მას არ იცნობდით ესე უშუალოდ უმრავლესობა თქვენგანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იცნობდით ან იცოდით მის შესახებ. იმიტომ რომ ვაკიგით ხარით, ბევრჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე ტელეეთერში და ერთი-ორი კადრი მახსოვს, არ ვიცი ხა რომ დასერჩო ალბათ ეს კადრები ალბათ არსებობს დღესაც, როგორ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად როგორ რაღაც იარაღი უჭირავს ხელში და როგორ სწავლობს კი როგორ ასწავლის იმ უკრაინელ ჯარისკაცებს იმ კონკრეტული იარაღის არ ვიცი ტანკსაწინააღმდეგო რაღაც იარაღის თუ რაღაც სხვა რამის სამნიშნულობა აქვს გამოყენებას. რამდენად ვარსკვლავ თვალებიანი ხა ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ პატარა ბიჭი ხო არ ყოფილა და აი ვარსკვლავები ჰქონდა ამ კაც თვალებში. საერთოდ მე მინდა რაღაცნაირად ჩვენ არ ვიცი კვირაში ერთხელ მინდა მე მეკითხება მაგრამ კარგი იქნებოდა მაინც კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ ხანდახან 3 წუთით 5 წუთით რაღაც წაგვივიდეს ხოლმე წაგვეფიქროს ხოლმე სვესა და ბედზე ადამიანებისა რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასაც იცავენ უცხო მიწაზე. დიახ, უკრაინა უცხო მიწაა ჩვენთვის. ის არ არის ჩვენი მშობლიური მიწა, ხო, ჩვენი მშობლიური მიწა, სამშობლო მიწა ხო საქართველოა, საქართველოს მიწა. მაგრამ ესენი აი ეს 3000-მდე კაცია. უმრავლესობა მათგანი ქართულ ლეგიონში, მაგრამ ქართულ ლეგიონს მიღმაც არიან, სხვები და სხვები. სახელოვანი ბიჭები. 99% თუ მეც არა ჩვენ სახეზეც არ ვიცნობთ. მე მქონდა ბედნიერება გერეთ უცნაური ამბავი შემემთხვა რომ ვესაუბრე არ დავასახელებ თუ მომცემთ უფლებას არ გავამხევ ერთ-ერთ ქართველ მეომარს დავუკავშირდი კი რა ის დამიკავშირდა ამ Facebook-ის საშუალებით ამ 5-6 დღის წინ ცნობილ კაცს ლახტივად გეტყვით და მივესალმეთ ერთმანეთს და უდასტურეთ ერთმანეთს პატივისცემა ახლაც თუ მისმეს მე ვუდასტურებ ცხადია პატივისცემას მას და მასთან ერთად იყო 2 ქართველი მეომარი და რომ მივესალმე ამ ჩემს ნაცნობს ისიც შორიდან ნაცნობ მეომარს ბიჭებსაც მივესალმე ბიჭებო მეთქი გამარჯობათ მეთქი და სახეს კი არ გამოუჩენიათ იცით დავიანთი ჩემთან აღალი ალბათობით ვისაც ენდობიან ხო იმიტომ რომ მე მელაპარაკებოდა მათთვისაც და ჩემთვისაც ავტორიტეტი კაცი და რაღა ის მელაპარაკებოდა და ასე მომიკითხა ხურვალეთ და მეცხადია ხურვალეთ მოვიკითხე ხო შესაბამისად ნდობა ჩემს მიმართ მათაც იმ ბიჭებსაც უნდა ჰქონოდა ძმები იყვნენ თუ არ ვცდები სახეც არ გამოუჩენიათ სალამიც ისეთი აი ესეთი შორიდან სალამი მომცეს შორიდან მომესალმნენ და მე აღარც კომუნიკაციაში აღარ შემოსვლან ჩვენ ასმამბობ ამით ჩვენ არ ვიცნობთ 99%-ს იმ ჯარისკაცები მეომრებისა ვინც ახლა უკრაინაში იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვისაც ვარო ნადირაძე და მე ყველას უსამზიმრებ ვინც დაკარგა ვინც იცნობდა ამ არაჩვეულებრივ კაცს ნადირაძე ერთი ვაჟკაცი კაცი იყო ერთ-ერთი მაინც ასე ვიტყვი უბრალოდ ცნობილი იმ დაახლოებით 3000 კაცს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვინც დაიღუპა და საერთოდ ვიფიქროთ ხოლმე ამაზე რა სად წავიდნენ რატო წავიდნენ როგორ წავიდნენ როგორც რო წავიდნენ ეს არის სწორი ამბავი ვანო რომ იქ იყო ეს არის კარგი ამბავი ეს არის დასტური იმის არავის სხვათა შორის აი არც ამერიკელებს არც ბრაზილიელებს რატო ასახირებ რა დიდიერია ხო ბრაზილიელები ხო არც კანადელებს ფრანგებს ბრიტანელებს ხო ერთადაც რომ შეკრიბო ბევრი ქვეყანა 3000 კაცი არ ახლავს რარჯით ამ ქართველებს როგორ ხვდებიან ნახეთ ეს ქართველები როგორ ხვდებოდა ვანო ნადირაძე რომ თავისუფლებისთვის უნდა ებრძოლა ამაზე მინდოდა ლაპარაკი მეთქი და ამაზე უბრალოდ არ მინდოდა ლაპარაკი მინდოდა აი ასე მაგალითად ლინციგრემზე ლაპარაკი რომელიც ამბობს რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონ პროექტს გითხარით ხო 84 მხარდამჭერი ხავს სენატში 100 კაცია სენატში მე მინდოდა ლაპარაკი იმაზე რამდენად გადაფსიხდნენ რუსები ხო ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში და ნორვეგია რას პირდება უკრაინას არ არის ეს უშუალოდ კავშირში ირანთან ირანის დაბომბვასთან ისრაელი ირანის კონფლიქტსაც ვეღარ ვარქმევს იმართლე გითხრათ ხო არ არის ამასთან უშუალო კავშირში მაგრამ ყველაფერი ხო საბოლოო ჯამში ერთ
ერთ აჯაფსანდელში უნდა მოვხარშო. თავარი სასაუბრო თემა ნადირაძის ხსა უნდა იყოს კიდევ ერთხელ და თავარი სასაუბრო თემა იყო ეს, რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება. ბოდიშ ვიხდი კავშირი ფოტოს და ისე გაჩვენებთ თქვენის ნებართვით ბოდიშ ვიხდი. დაიყურეთ ეს ფოტო ხო ყველა მიცის. აი კობახიძე რომ იყო ირანის პრეზიდენტის გასვენებაში არ ვიცი რამდენი ხანია გასული 2 წელი დაახლოებით არც კი. და გარშემო ეს ტიპები რო არიან ხო? ეს უმრავლესობა მათგანი განადგურებულია. ისინი არიან ტერორისტები. ხამასის ლიდერია მათ შორის ერთ-ერთი. აცგა დაღუპურა. ხა მე დავსვავ კითხვას, რომელიც კონცეპტუალურია. რა რჯიდა როგორ ფიქრობთ? ცოტა მიჭერს კვლავ ლაპარაკი. რა რჯიდა კობახიძეს რომ წავიდა, წაეთრა ბოდიშ ვიხდი იქ. რატო წავიდა? ხო, ერთის მხრივ რაღაც ვერ კაჩავს კობახიძე ეს ცხადია. მაგრამ არც ესე ასეთი გამოპენტერებულიც არ უნდა იყოს. ცხადია ბიზნე ივანიშვილად შეათანხმა, ბიზნე ივანიშვილმა დაავალა კიდეც. მაგრამ თავარი ვერსია აქ ალბათ არის ესეთი თავარი ყველაზე სწორი ვერსია, რომ უკრაინა ირაკლი კობახიძე თეირანში არ წასულა დამოუკიდებლად. დამოუკიდებელი მისი გადაწყვეტილება არ იყო. რუსეთმა არა თუ ითხოვა, არამედ მოითხოვა საქართველოსაგან ამგვარი ანტიამერიკული პოზიციის დაფიქსირება. რუსეთმა შესანიშნავად იცოდა, რომ გასვენებაში და იმ დიდ თავყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იქ იქნებოდა შეძახილი ხმამაღალი სიკვდილი ამერიკას. და როცა ამას ისმენ ესწრები ამგვარ თავყრილობას და ეს გესმის, ბუნებრივია ვერ წამოხვალ, მაგრამ ეს კი უნდა გათვალო თუ ოდნავ თვინი დაყოლება შეგიძლია რაღაცაზე განჭრეტას თუ შეგიძლია მომავლისა და მოვლენებისა. მაგრამ ირაკლი კობახიძემ ალბათ სიხარბის გამოც, იმიტომ რომ ამათ იმედი ჰქონდათ ერთი ხანობა რომ ირანიდან ინვესტიციებს წამოიღებდნენ. და მეორე მხრივ პირველ ყოვლისა იმის გამო რომ მაინც უბრძანეს შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე რუსეთისაგან რომ ეს ანტიშეერთებული შტატები ანტიამერიკული ნაბიჯი გადაედგა, ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, უბრალოდ ბიზნესმა მიიღო და ირაკლი კობახიძეს კი დაავალა. ცხადი იმ ხანად ირაკლი კობახიძე ვერ წარმოიდგენდა რომ გამოხდებოდა გარკვეული ხანი, გარკვეული პერიოდი და გავიდოდა დროანუ და შეერთებული შტატები ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებდა ირანთან მიმართებაში მისი ბირთვული პროგრამის დასრულების აუცილებლობიდან გამომდინარე. ვერც იმას განჭრევდა ირაკლი კობახიძე რომ გამოჩნდებოდა კონგრესმენი ვილსონი, რომელიც ყოველ დღეს სწორედ ამ ფოტოს გააზიარებდა, აფრიალებდა და პირველ ყოვლისა ადრესატი ტრამპია რასაკვირველია და აჩვენებდა ტრამპს ამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ფოტოთი, რომ აი ნახეთ ვინ არის მოსაშორებელი. ესენი ქართველები იდგნენ ქართველთა პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი იდგა ირანელი ტერორისტების და ჰამასის და ჰეზბოლას ტერორისტების გვერდით. ვილსონი აკითხა ტრამპს მიმართავს ამით და კობახიძემ რომ ეს გააკეთას ჩვენ კი არ გვახსენებს, არამედ ტრამპს ეუბნება რომ აი მისახედია. არა, კობახიძემ ეს ყველაფერი არ იცოდა, არც ივანიშვილმა არ იცოდა, მაგრამ რომც ცოდნოდა, ისინი იმდენად არიან ჩამოკიდებულნი რუსეთზე, ვალდებულებით დამოკიდებულებაში რუსეთთან, რომ ამ ნაბიჯს უთუოდ გადადგამდა. დღეს ირაკლი კობახიძისთვის ეს პრობლემა არ არის. სისულელეს მელაპარაკებით ეს კადრები ხო ვრცელდება უკვე დღეს გათვალისწინებით იმ ამბებისა, რაც ირანში მოხდა, ძველი კადრები ვრცელდება. და ერთ-ერთ ძველ კადრში ჩანს ირაკლი კობახიძის პასუხი შეკითხვაზე რა გინდოდათ თეირანში, რატომ ჩახვედითო, როცა ეკითხება ჟურნალისტი, სისულელეს მეკითხებიო პასუხობს. ახლა მე მინდა მოუტრიალდე ნებისმიერს ქართული ოცნების მომხრეთაგან და ვკითხო, ეს ჩვენთვის დამაზიანებელი არის თუ არა? აქვე ბარემ მკითხავთ ყველას პრაქტიკულად მაყურებელს. იმის გამო რომ ბლიცკრიგი იყო პრინციპში და ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია, აიათოლების რეჟიმი შესაძლოა გადარჩეს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ცივილიზებული სამყარო სულაც არ არის მომხრე იმისა, რომ გადატრია, სულაც არ არის მომხრე იმისა, რომ გარე ინტერვენციის შედეგად მოხდეს გადატრიალება და ჩამოგდება არსებული ხელისუფლებისა.
შიდა რესურსი ირანელ ხალხს არ აქვს, ნაკლებად აქვს დღევანდელი მდგომარეობით, ამაზე წინა ბლოკში ვისაუბრე. არ აქვს შიდა რესურსი, რომ ახლავე გადაატრიალოს. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით კვლავ მიმეორება. აქედან გამომდინარე, მაინც დასტაბილურდება მაღალი ალბათობით, ვითარება ეს ნებების ჩაცხრება და თუ იმ შემთხვევაში თუ ირანი კიდევ უფრო მეტ გამწვავებაზე წავა ალი, ხო? და ასე მაგალითად ორმუზის სრუტეს გადაკეტავს და იქ სპარსეთის ყურეში გარკვეული პრობლემები შეიქმნება. ამ შემთხვევაში თუ გადამწვავდება ვითარება, თორე თუ ჩვეულებრივად წავა ვითარება, განადგურდა ბირთვული პროგრამა და that's all წერტილი დავსვათ. აქ დაახლოებით ესეთი შეიძლება იყოს მიდგომა და ისრაელსაც როგორღაც გააჩერებენ. მით უფრო რიგ თურქეთია დააინტერესებული ირანის უსაფრთხოებით და ალბათ არ გაანაწყენებენ ახლა ერდოღანის მთავრობას. მოკლედ ნახოთ. და შესაბამისად ეხლა რატო ყვები ამას? არ იქნება, ან ნაკლები იქნება ლტოლვილი წამოსული ირანიდან, რაღაცა პრინციპში სტაბილურობისკენ წესით წავა საქმე, ანუ სულ უფრო შეიშვიათდება დარტყმები საჰაერო ირანზე და იქ შიდა არეულობას უფრო დაელოდებიან და არა გარე ინტერვენციის, გარედან ინტერვენციის შედეგად ვითარების გამწვავებას, გადამწვავებას საკუთრივ ირანში, თეირანში. ეს ვერსიაც არსებობს, უფრო ზუსტი რო ვიყო, თლად ეხლა რო არ დავიჩემო, რომ აბსოლუტურად 100%-იანად განჭრიტე და მჭრეთ ნოლენთაგან ვითარებას. არა, ეს ვერსიაა და არა უმეტეს. ხო და თუ ასე იქნება და ირანიდან არ წამოვლენ ტოლვილები, ხომ თლად კარგი საქართველოსთვისაც, მათ შორის საქართველომდე გვარიანი რაოდენობის კილომეტრია, ბევრი კილომეტრია, მაგრამ ჩვენამდე მოაღწევს ყოველთა გარკვეული ნაწილის. აი ეს კობახიძე ამ შემთხვევაში თუ ჩემი პროგნოზი არასწორია და წამოვიდა იქიდან, არ ვიცი, პირობითად 3 მილიონი ტოლვილი, რომელსაც აღარ უნდა, აღარც აიათოლების რეჟიმში ცხოვრება უნდა და მით უფრო, როდესაც ესმით ეს დაბომბვები, ეს ბუნებრივი პროცესია, ვინმე კი არ უნდა დაუძრახოთ. კობახიძე რისი გადამწყვეტილების მიმღებია. ეხლა მე გეტყვით გადაწყვეტილების მიღებია, როგორ რისი გადაწყვეტილების მიმღებია, სწორ გადაწყვეტილებას გულისხმობ. მე გეტყვით და განჭრეთ, რომ ესენი ტოლვილებს შემოუშვებენ. არ უძრახავ ამის გამო, ნახეთ ხაზგასმით ვამბობ, ქალები და ბავშვები რასაკვირველია შემოშესაშვებები არიან სუფთა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი, ესენი ტოლვილებს შემოუშვებენ უპრაგონოდ ყოველგვარი შემოწმების აბაუხანაშვილის შემოწმებელია ან დღევანდელი ეს გეკა რაგვარია გელაძე, ხო? ჩინაგან საქმეთა მინისტრი. ანუ ეს სამართალდამცავი სტრუქტურები რისი შემოწმებლები არიან, უპრაგონოდ შემოუშვებენ საქართველოში უფრო სწორად ტოლვილებს თუ ტოლვილთა ნაკადები გაჩნდა 50000 კაციც რომ შემოვიდეს, სერიოზული პრობლემა იქნება ეს საქართველოსთვის. იმიტომ კი არა რომ არ უნდა შემოუშვა, არამედ იმიტომ რომ სუსტად უნდა განსაზღვროს შენ ამ შემთხვევაში ტოლვილთა მიმართ პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისა. თუმცა ესენი პოლიტიკას არ აწარმოებენ, ამათ არანაირი მიდგომა არ აქვთ. და ეჭვი იმის თაობაზე რომ არა მარტო შემოუშვებენ, არამედ ამ შემოშვებაში შეიძლება გამოივაჭრონ კიდეც თეირანისაგან გარკვეული საფასურიც, იმიტომ რომ ეკონომიკაში ძალიან უჭირთ, ფინანსებში, ინვესტიციებში ძალიან უჭირთ. ეჭვი ამის თაობაზე უკვე გაჩნდა და მეც ამაქვს გულახდილად გეტყვით, ესენი დაამყარებენ შესაბამის სტრუქტურებთან, ირანის შესაბამის სტრუქტურებთან, შედარებით დამწდარი, დაწყნარებული ირანის შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობებს და ეტყვიან, რომ იცით რა, ჩვენ ნახეთ არ დაგვიჭერია პროისრაელური პოზიცია, მაგრამ არ დაგვიჭერია რა, აქედან გამომდინარე შდა, მოგვადგარა თქვენი ტოლვილები, ცოტა გამოიმეტეთ ჩვენთვის 2 კაპიკი მეთქი, ასე ვიტყვი, 2 კაპიკი კი, მართლა 2 კაპიკი კი არა, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარიც კი შეიძლება იყოს კობახიძეს და ბიზნა ივანიშვილს ძალიან უჭირთ ახლა რეალურად. და ფული ყველგან სჭირდება, ყველა სივრციდან სჭირდებათ, საიდანაც კი ფულის გამოდნობა შეუძლია ვაჭრუკანა, ხო, ვაჭრუკანა და არა ბიზნესმენ ბიზნა ივანიშვილს. ეს ერთ-ერთი ვერსია, ეს 100%-იანი ასაკვირველი არ არის, მაგრამ ის კი 100%-იანია, ჩემო მაყურებელო ძვირფასო, რომ საქართველოს ესე ორ დროშობანა და უფრო მძიმე სიტყვა ცხადია ვერ ვიტყვი მათ შორის, იმიტომ რომ YouTube-ის რეგულაციები არსებობს და შეიძლება ბრახტა დამიბლოკონ ეს ვიდეობლოგი. ორ დროშობანა არ გამოდის, ორ დუნდულობანა არ გამოდის, ამის გამო მე იმედი მაქვს YouTube არ დამბლოკავს, ამ ვიდეოს არ დაბლოკავს. ხო, ორ დუნდულობანა არ გამოდის და მე დავსვავ კითხვას, როგორ პოზიციას იჭერს ან დაიჭერს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება
შეერთებული შტატები ირანის არა ისრაელი ირანის, არამედ შეერთებული შტატები ირანის კონფლიქტში. როგორც შუა ლედურს ცოტა გაუჭირდება მეთქი. მე არ ვამბობ, რომ იოლი იქნება პროირანული პოზიციის დაჭერა, რასაკვირველია არა. მაგრამ დაბალანსება ყოველთვის შეიძლება, როდესაც შენთან კვალიფიციური პირები მუშაობენ და ერთი სტეიტმენტი, ანუ ერთი განცხადება გაქვს გასაკეთებელი, რომელიც ისეთი იქნება სწორი, დაბალანსებული და ამავდროულად პროამერიკული, ამავდროულად პროდასავლური და ამავდროულად შესაბამისად სწორი. ოღონდ ისე რომ შენი მთლად მეზობელი არ არის, მაგრამ ჩვენი ეს ფართო გაგებით მეზობელი ან ამ რეგიონის ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფო ირანი არც გამოინაწყენა, არც შემოინაწყენა. ამას აპირებენ? არა. ესენი ამას არ აპირებენ, იმიტომ რომ მათ არ იციან, მათი მიდგომა ხო არა აქვთ, მაგრამ კვალიფიკაციაც არ ყოფნით. მათ არ ხავთ აი ეხლა საკუთარ გუნდში პირი, რომელიც ერთხელ მაინც, ორჯერ მაინც არის ნამყოფი ირანში და მეტნაკლებად ზუსტად იცის, მეტნაკლებად ხას უსო ის ტენდენციები ზუსტად იცის იმ ტენდენციების შესახებ რამე, რაც ხდება საკუთრივ ირანში, რაც ხდებოდა და რაც მოხდება. მათ არ ყავთ არავინ, ვინც კითხულობს ვებგვერდებს, ასე ღია წყაროებს, ინგლისურებს თუ ირანულებს, ხო? ამერიკულებს თუ ინგლისურენოვანებს თუ რუსულის გარდა არაფერს არ კითხულებენ და ერკავება და შედის მინისტრთან მოჭორიშვილთან თუ შედის პრემიერ-მინისტრთან კობახიძესთან და ეუბნება რომ აი ახლა ესეთი მოლოდინებია საქართველოსთან მიმართებაში და აი ჩვენ რა უნდა ვქნათ ისინი არ თათბირობენ ერთმანეთშიც კი პაპუაშვილი კობახიძეს არ ელაპარაკება ირანზე და კობახიძე არ ელაპარაკება მდინარაძეს და მდინარაძე გელაძეს თუ პირიქით ამ მნიშვნელობა გვქონდა აი ამ გვარებსაც ვასახელებ და საბოლოო ჯამში ყველაზე ერთი სახე აქვს ოღონდ საშნელი წაშლილი ესენი ერთმანეთთან ესენი კვალიფიციურები არ არიან, ესენი ვერც გრძნობენ, ესენი არიან დამოკიდებულნი იმაზე, რას ეტყვის, როგორი პოლიტიკის შემუშავებას მოსთხოვს მათ მოსკოვი. და მოსკოვმა შეიძლება გააქანოს და უცებ უთხრას, რომ მხარი დაუჭირეთ ირანს. არ იზამენ? ან მოსკოვი არ იზამს ამას, მოსკოვი არ მოსთხოვს მეთქი, თუ ეს მოსთხოვა, ჩადი ირანის პრეზიდენტის გასვენებაშიო რა გარანტია გვაქვს? კი არა, ხო უნდა ხვდებოდეთ, რომ მოსკოვი დღესაც მოსთხოვს იმას, რომ სასწრაფოდ დააფიქსირეთ ანტიამერიკული, ანტიისრაელური და შესაბამისად პროირანული პოზიციაო და კობახიძე არ იზამს. აი, მე რომ ხვდებით ხოლმე მოქალაქეები და მეუბნებით, რომ როგორ შეგვჭამეს ირანელებმა. და მე რომ კარდახობთ კი არა, გასუხობთ, რომ რუსებმა რა არ შეგვჭამეს მეთქი, როცა გეუბნებით, მოატრიალეთ ახლა საკუთარი აგრესია თუ გნებავთ ასე ვიტყვი და კითხეთ კობახიძეს და სხვა ბანდიტებს როგორ შეგვჭამეს ირანელებმა რატო არ ეკითხებით არა უღონდ ირანელებს არ შეუჭამივართ გულახდილებით თუ ვიქნებით უბრალოდ საქართველოს სპეცსამსახურეები მუშაობენ ძალიან ცუდად არ მუშაობენ და არავინ არაფერი არ იცის საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ირანელი ლტოლვილების უკვე მყოფების არა მხოლოდ ირანელი ლტოლვილების უკვე რომ შემოვლენ მომავალში რომ შემოვლენ ამათთან მიმართებაში არამედ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებთან არ მუშაობს, არ ვიცით, რამდენი ინდოელი აგენტია, ცუდად არ ვამბობ. რამდენი პაკისტანელი აგენტია, რამდენი ნიგერიელი აგენტია, რამდენი ჩინელი აგენტია, რამდენი თურქეთიდან აგენტია, რამდენი ირანიდან აგენტია. ოღონდ ეს ყველა აგენტი კი არ არის, ხა რო გადიხართ ამ აღმაშენებლის გამზირზე და ხელი კი არ დაადოთ მაინც და მაინც, მაგრამ არ ვიცით ვინ რას აკეთებს. რუსებზე აღარც ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ოხანაშვილის ტვინი აქვს თლიანად მთავრობას. ხოლო ოხანაშვილს დიმიტრი სამხარაძეს კი დაქვია იმას ირაკლი ზარქუასი და დაჩი ბერაიასი და იმ ამუკა მდინარაძის და ნინო წილოსანის და იმ დაქვია იმ მარიამ ლაშხის და ეს საბოლოო ჯამში არის აი ამ ხელა ტვინი ჯამში. ხვდებით? ხო და ახლა აი უკვე ამაოს წუთი აი 25 წუთი გასულა. არ და ვიდეო ბლოგი ეხებოდა ამ თემას უნდა შეხებოდა რა საკვირველია და უფრო სხვაგვარა და სხვა აქცენტებიც უნდა დამესვა, მაგრამ უდით ხალხო, ნუ რაფერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას რა. სათაურიც ასეთი იქნება. ვანო ნადირაძის გაუმარჯოს. ვანო ნადირაძის გაუმარჯოს და მისი ფოტო იქნება. მე მესმის რომ 25 წუთში მასზე ჯამში ვილაპარაკე 5 წუთი. მაგრამ კობახიძეზე ვილაპარაკე 20 ხო ან რაღაც არსებულ რეჟიმზე. მაგრამ ამ 5 წუთში
ჩემი ტკივილი, რომელს არ ვიცნობდი, მის არ ვიცნობდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მეომარია, ხო? გადავხედავ, მოდით გადავხედავ, ქენის ნებართვით მოდის ვიხდი და არც დავმალავ თუ რამ მისაუბრია ვანო ნადირაძესთან. გოდიში. არ სამასეს შეეხოს რა ეს. ნადი. არა, ის ჩემი, როდის ვიხდი? ის ჩემი ფრენდის არ ყოფილა. არა, ის ჩემი ფრენდის არ ყოფილა. Yuri Dabravolski წერს ვანო ნადირაძეს, ხა ის ბოლო რაც შემხდა. Spočívaj s míram, brate, ano, განისვენე მშვიდობითო, გეროი, ჩესტი, ციბე. თენგო კეკენაძეს მივესალმები. 7 საათის წინ ვანო ნადირაძე წერდა, რუსების შეტევა სუმის ოლქში შეჩერებულია. განთავისუფლებულია 4 ძალიან მნიშვნელოვანი სოფელი. დეტალებზე ხვალ ვისაუბრებ რატი მუჯირის YouTube არხზე 22 საათზე. აი ახლა 10 წუთში იწყება ხალხნო იმ კაცის ინტერვიუ, რომელიც აღარ არის ცოცხალი. ღმერთმა გაგიმარჯოს ვანო ნადირაძე შენ. ღმერთმა გაგიმარჯოთ ბიჭებო თქვენ და დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა.